თანამედროვე ინდუსტრიაში ყველა ცდილობს, რომ ცილა ნაკლები იყოს პროდუქტში, რომ ნაკლებად დანაყრდა. ცხიმის მიმართ ხედვები დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ისეთი, რომ აი მუცლის ცხიმი და კარაქი ერთი და იგივე გონიათ ჯერ კიდევ. ჯანსაღ ალტერნატივას ყოველთვის მე ვერ ვნახავ. მაგრამ ისეთ პროდუქტს ყოველთვის ვნახავ, რომელიც იმ მომენტში გამომადგება და ეგრეც არ დამაზიანებს, როგორც მეუბნებიან რა. არასდროს არ ყოფილა მკერდის ვარჯიში უფრო მარტივი, ვიდრე წინა ვარჯიშზე იყო, იმიტომ რომ მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ ბოლომდე მიხვიდე. ადამიანის ფენომენი რაც არის ეგ, რომ ცხიმიც აქვს, კუნთიც აქვს და ძალიან ძლიერია. რა სიტყვი დღევანდელ რეალობაში ხალხი, ვინც ცდილობს რომ ჯანსაღად იკვებოს, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებს სამზარეულოში თუ მის გარეთ. ჩემს ყოველდღიურ კვებას რო შეხედო, ხო, როგორც მზარეული არაფერი განსაკუთრებული. შეიძლება ხანდახან ძეხვი და პური ვჭამო.